ბათუმის ნომერ 3 საპრობილიდან 3 პოლიტპატიმარი მათ შორის გოჩა მუხაშავრია გათავისუფლდა. იგი 2011 წელს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩაგდებისა და თანამოაზრეებთან ერთად პოლიციის თანამშრომლებზე წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მუხაშავრა ოჯახურ გარემოცვაში ყოფნის გამო ბედნიერია და აცხადებს, რომ დღევანდელი ვერდიქტით ყოფილი ხელისუფლება საბოლოოდ გაზამართლდა. ფაქტურად ამ სამართლებრივი ვერდიქტით საბოლოოდ იქნა გამოტანილი განაჩენი აწყობილი ნაცმოძრაობის სისტემური, თუ შეიძლება ესე ითქვას, რეჟიმის ხილებისა და წინააღმდეგ. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი ხელისუფლება და რეჟიმი, ნაცმოძრაობა ამ განაჩენით არის გასამართლებული. ძალიან ბედნიერი ვარ, 2 წელი ჩემი უდანაშაულო მეუღლე ციხეში იყო. ძალიან ბევრი გადავიტანეთ ამ ხის მანძილზე, მაგრამ იზე გაიმარჯვა სამართალმა და ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. გოჩა მუხაშავრიასთან ერთად ბათუმის ციხე კიდევ 2 პოლიტპატიმარმა დედევან გოგიტიძემ და დავით ფარტენაძემ დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ 2 წლის წინ უკანონოდ დააპატიმრეს. პოლიტპატიმრებთან დღეს პარლამენტარი ფატი ხალვაში იმყოფებოდა. აღნიშნული ჰუმანური აქტისთვის მან მადლობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას გადაუხადა. მივიჩნევდი მე პოლიტპატიმრად, ვიყავი დაპატიმრებული უკანონოდ 21 მაისს ქალაქ ბათუმში აჭარის ტელევიზიის წინ განხორციელებულ აქციებში. ძალიან ამაღლებელია ჩემთვის ეს დღე, იმიტომ რომ მეც მყავს იმ სიაში მოხვედრილი 2 ძმა, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და ელოდებიან ოჯახში დაბრუნებას. მინდა უსურო საქართველოს, რომ აღარ ყოლოდეს პოლიტპატიმრები. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი მიხეილ მახარიძე პატიმრებში დაბრუნებას უილცავს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ჰუმანიზმი არ ნიშნავს იპირების სამზეოზე გამოყვანას, რომლებმაც შესაძლოა მომავალში სახელმწიფოს კვლავ საფრთხე შეუქმნას. ამიტომ მისი აზრით თითოეული ბრალდებული საქმე ინდივიდუალურად უნდა შესწავლილიყო. იგი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება ამ ნაბიჯით წინასაარჩევნო დაპირებების გადაფარვას ცდილობს. ეს საქმეები ცოტა დროში გაიწელებოდა, მაგრამ სათითაოდ რომ განხილული ყოფილიყო, მე მჯერა რომ ამდენი ამინისტრირებული, საშიში ამინისტრირებულიზე მაქვს ლაპარაკი არ იქნებოდა. როგორც ყოფილი ხელისუფლების და ამ დროს ახლაც მოქმედი პოლიტიკოსი ვერ გავიზიარო, რომ ეს არის განაჩენი ყოფილი ხელისუფლებისგან და ეს ძალიან მალე გამოჩნდება, რომ ასე არ არის. ამნისტიის შედეგად 200-მდე პოლიტპატიმარი და 25-მდე პოლიტიკური დევნილი გათავისუფლდა. ბათუმის ქუჩებში წუხელ დაახლოებით ღამის 2 საათის შემდეგ მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ამის გამო დღეს მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა. აღნიშნული პრობლემა ადრე მხოლოდ თამარის დასახლებაში ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლებს აწუხებდათ. თუმცა გუშინ ნავთობის სუნმა ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში მცხოვრებლებით შეაწუხა. ვიყავი სტუმრად და ღამე როდესაც გამოვედი, ნავთობის სუნი იდგა ძალიან მძაფრი. ამივარდა ხველა და შეუძლოთ ვიყავი რა. საიდან მოდის, როგორ მოდის, საიდან გაჩნდა არაფერი აღარ ვიცი რა. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლორა და ფაუნას წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემა ქალაქს 2003 წლიდან აწუხებს, თუმცა მისი მოგვარების გზები ჯერ კიდევ არ დასახულა. არჩილ გუჩმანიძეს ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნია. გარემოს დაცვის სამინისტრომ შეითანხმოს და დაამტკიცოს არა ტერმინალის მიერ წარმოდგენილი გარემოს ტექნიკური რეგლამენტი, არამედ ის რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ეგეთი პრობლემების არარსებობას. უნდა დამონტაჟდეს ტერმინალის ირგვლივ და პორტის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლის სერტიფიცირებული სისტემები, რომლებიც მომენტალურად დააფიქსირებენ ყველა დარღვევას, ყველა გადაცდომას და მესამე აუცილებელია ყველა ეგეთ გადაცდომას და დარღვევაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. გარემოს დაცვის ინსპექციაში განაცხადეს, რომ მათ სერიოზული დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩებოდათ. შეტყობინება კი არ მიუღიათ. ფასილ თავართხილაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა დარღვევა მოხდა ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში მათ მიერ ადმინისტრაციული ზომების გატარება დაბინძურების პერიოდის სიმცირის გამო არ შეუძლიათ. გარემოს დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირებულა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც. როგორც აქ განაცხადეს, მონიტორინგის ჯგუფი ჩამდინარე წყლების გეგმიურ შემოწმებებს ახორციელებს, თუმცა გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. დასახელებულ რუწყებას არ გააჩნიათ ცხელი ხაზი, რომელზეც მოსახლეობა პრობლემის დაფიქსირებას შეძლებს. ამ ეტაპზე არ აქვს რეგისტრირებული ცხელი ხაზი საერთოდ სამმართველოში, ნომრები კი გვაქვს ზოგადად, ცხელ ხაზზე როდესაც ოპერატორი იჯდება
არ აყვავს რა და მაგ პრობლემას ვაგვარებთ რა. ანუ ვინდა ვიყიდოთ ის სიტყვეთის დისტანციური ტელეფონები, რომელსაც მივისმენთ ჩვენ თანამშრომლებს, სულთან ექნება მორიგეობის სახე და მიღებულ ინფორმაციაზე გავლე. მოკლედ რა, ვცდილობთ რომ დავალაგოთ ყველაფერი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით ცხელი ხაზი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დღეს ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს ერთგვარი მესიჯია საზოგადოებისთვის, რომ სხვა ორგანიზაციებმაც მათ მიბაძონ და მზრუნველობა მოკლებულ პირებს დღესასწაულები ხშირად გაულამაზონ. საჩუქრების გადაცემის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა სათნოების სავანის ბენეფიციარები ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალბატონის საკუთრებაში მყოფ სილამაზის სალონში წაიყვანეს და იქ მოემსახურნენ, რითაც შეეცადნენ მოხუცებისთვის სადღესასწაულო განწყობა შეექმნათ. ასოციაციის წევრმა ეკატერინე ბენდელიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი აქციები სამომავლოდაც იგეგმება და მოსახლეობა სამხრივ მეტი ინტერესის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩვენი ორგანიზაცია, ესე იგი აჭარის საბაჭო სამოწოლო პალატის ხელშეწყობით დაფუძნდა აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, რომლებიც ძირითადად მუშაობთ ქველმოქმედებაზე, გეგმავთ და პერმანენტულად საქველმოქმედო აქციებს. დღევანდელი ჩვენი ერთ-ერთი ღონისძიების მიზანი იყო, რომ მიტოვებულთა წმინდა ეკატერინეს სახელობის მიტოვებულთა მოხუცებულთა თავშესაფარში მისულიყავით ერთი ლამაზი დღე, რო გვეჩუქებინა ძველი საახალწლოდ. ნამდვილად კმაყოფილი ვარ ყველაფრით. და ამიტაც კმაყოფილი ვარ, რომ იუბილარი რო ხდები ხოლმე რაზებს ჩუქნიან ხანდელი დღით ნახოთ ნამდვილად კმაყოფილი ვარ. დღევანდელი დღე ჩვენთვის სასიხარულო იყო, რომ გითხრა რომ ასე მივდივართ. და წამოდი და წამოვედი, უცბად გავი. და წამოვედი სიხარული, აღფრთოვანებით წამოვედი. თურმანიძეების ოჯახი ძველი ახალწელს ტრადიციულად საზეიმო განწყობით ხვდება. ამ დღეისთვის დიასახლისი მთელ დროს სამზარეულოში ფუსფუსს ანდომებს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამას იგი სიამოვნებით აკეთებს. სუფრასთან ოჯახის ყველა წევრი იკრიბება. გარდა ერთისა, ჩვენი მასპინძლიშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს ზუგდიდ შეიხდის. ქალბატონები ამბობენ, რომ ძველი ახალი წლის აღნიშვნა ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. 13 იანვარი ტრადიციულია როგორც ჩვენთვის ყო ჩვენი ოჯახისთვის, მგონია ყველასთვის დიდი სიხარულით ხვდებით. ჩემთვის სიხარული არის ნამდვილად ახალი წელი, მაგრამ წელს ბავშვი არ ყავს ბიჭი აქი, ჯარშია, ცოტა ეს არის ჩემთვის სანერვიული. ძველით ახალი წელი და ჩემი იტყოდა ხოლმე, რომ არის ყველაზე ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ნამდვილი ახალი წელი. აუცილებლად სუფრაზე ტრადიციული ქართული კერძები უნდა გქონოდა, განსაკუთრებით siminდი უნდა იხარშებოდეს ცეცხლზე და აუცილებლად კიდე ფელამუში, ფაფა, ჩვენებურად ფელამუში. ხო, ეს არის კარგი ხვავისთვის, ბარაქისთვისო და ჩემი იტყოდა. ახალი წლის სუფრას ჩვენს კუთხეში ტრადიციულად siminდით, ფელამუშით და შაპანურით ხვდებიან. გამონაკლისს არც თურმანიძეების ოჯახი წარმოადგენს. ოჯახი სუფრას 12 საათამდე ძველ წელს აცილებს და ახალ წელს ლოცავს. 2013 წელს ყველას ვუსურვებდი სიკეთეს, ბედნიერებას, სიხარულს და გამრავლებას. ჯანმრთელობა პირველ რიგში ყველა თქვენთაგანს. ყველაფერი კარგი მისცემოდა ამ წელში ყველას. ვუსურვებდი სიკეთეს და სიხარულს. ამბობენ ახალ წელს როგორც შეხვდებით, მთელ წელს ისე გაატარებთო. ამ ტრადიციების თურმანიძეების ოჯახსაც ჯერა. ამიტომ აქ შუაღამით სტუმრებს და კეთილის მცურველ მეკლეს ელოდებიან.